1001 ღამე. ფიქრობ კომპანია თანხას გასესხებს შეჰრაზად. შენ წარმატებული თანამშრომელი ხარ. მე ჯერ გამოსაცდელი ვადით ვარ ჰაკან. შენი წყალობით მიიღეს $1,000,000 სამუშაო. როცა მუშაობა დავიწყე არ მithქვამს რომ შვილი მყავს. ვუთხარი არც გათხოვილი ვარ და არც შვილები მყავს მეთქი. ასე რატომ მოიქეცი? აბა რა მექნა? იცი ბავშვის გამო რამდენჯერ მითხრეს უარი სამსახურზე. უამრავჯერ მოვისმინე რეზიუმე კარგი გაქვთ, მაგრამ ბავშვი ყავთ და წესიარად მუშაობის საშუალებას არ მოგცემთო. ვერ ვიჯერებ, რა სულელური მიზეზია. სისულელია, მაგრამ ასია, სხვა გამოსავალი არ მქონდა. რომ ვუთხრა თანხას შვილის გამო ვითხოვ მეთქი, მაშინვე გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რადგან თავიდანვე არ ვუთხარი სიმართლე. ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი თანხას არ გამოგიყოფს? არა, ქანი ლეიკემიის აღმოჩენის მერე დავასწრია. პროფკავშირების დაზღვევა? მხოლოდ 3 თვეა რაც დავრეგისტრირდი ჰაკან, მანამდე სულ კონტრაქტით მუშაობდი, საიდან უნდა მცოდნოდა რომ ასეთი რამ მოხდებოდა. მამა შენისგან სახლიან რამე არ დაგრჩა მემკვიდრეობით. მამა ჩემი სიმსივნით გარდაიცვალა. მის სამკურნალოდ რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ. კარგი დედა, ჰოლდინგში რომ მივალ მოვაგვარებ. კარგი, ფულს ხვალ მიიღებს. არი ნერვიულო. რა ხდება? დედა ჩემი იყო. ურაკი ისე უფულოდ არისო. როგორ მომაბეზრა თავი. იმდენს ვუგზავნი რომ იმ ფულით 5 უნივერსიტეტს დავამთავრებდი. ამერიკაში სწავლა ეფერ არის. რა სწავლაო ნურ, მალე იმასაც მიატოვებს. ყოველ წელს რაღაცას იგონებს. აღარ შემიძლია. დედა ძალიან ანებიურებს, ამიტომაც არის ასე. დაივიწყე. გაუგზავნე და დედაც დამშვიდდება. თითქოს სხვა გამოსავალი მქონდეს. კარგი, ასე მოვიქცევი. შაშეხრიარ, როგორ ხარ მეგობარო? დონ კიხოტმა სასეირნოდ გამოგიყვანა? მიდი, სანჩო მასას მიესალმე. აქ ვისადილოთ? აბა, ქრისტეს მოვედი. იმიტომ რომ გემრიელი კერძებია. კარგი, წავიდეთ. თუმცა არ მიყვარს ასეთი ადგილები. ისმინე შეჰრაზად, ერთი წინადადება მაქვს, მაგრამ მაშინვე უარც ნუმეტყვი. ჰაკან, მოდი ამაზე ნუ არ ვილაპარაკებთ. ერთი წუთით მაინც მომისმინა. ჩემი მანქანა დაახლოებით $10-15,000 ღირს. რა სისულელია? სერიოზულად გეუბნები. აუქციონზე გავიდა, როგორც კი გაიყიდება, ფულს შენ მოგცემ. დიდი მადლობა ჰაკან, მაგრამ არ შეიძლება. ხომ გთხოვე უარი არ მითხრა მეთქი? არა. გთხოვ. ჩემო ძვირფასო, გმადლობ. შენ ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ, მაგრამ არ შემიძლია. მე კარგი შემოსავალი მაქვს შეჰრაზად. შემიძლია ახალი მანქანა ვიყიდო. თავარია საკმარისი თანხა მოაგროვო. ანუ იმას ამბობ, რომ ნელ-ნელა ქურუშ-ქურუშ შევაგროვოთ? ჯობდა თანხა მთლიანად გვეშოვა, მაგრამ ეს შეუძლებელია. თანხმდები? მოიცადე, ბანკში კრედიტი ვთხოვე. გონია მოგცემენ? მომცემენ. იმედია, მაგრამ თუ არ მოგცეს, მანქანას გავყიდი, კარგი? კარგი. მომეცი, არ მოგცემ. რა ხდება? მომეცი მეთქი. ბურჯუ რა გააკეთე? ჭიქები დაამსხვრია. დედა ჩემი ბრალი არ არის. მოდი აქ, ახლავე დაბრუნდი. ბურჯუ. ბებია. ბურჯუ მეთქი. ბურჯუ. ბურჯუ მოდი აქ. ბებია, გთხოვ მიშველე. ბებია, დედა მცემს მიშველე. ბურჯუ. ბებია. ნუ გეშინია აქ წემშველა. დედა, ეს რას ნიშნავს? რატომ ამოალაგე სამკაულები? ისე, უბრალოდ, ვათვალიერებდი.
მადლობ. დილამშვიდობისა ბატონო. დილამშვიდობისა. 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 გამარჯობა. დილამშვიდობისა. იქნება ამიხსნათ, რატომ გამათავისუფლეთ. ყველაფერი მანდ წერია. გახსენით და წაიკითხეთ. აქ არაფერი არ წერია. გითხარით ამ წერილში გარკვევით წერია. შესაფერისი არ ხართ. ორჩა. ასე მოკლე დროში როგორ მიხვდით შესაფერისი ვარ თუ არა? ეგ მე არ ვიცი გადაწყვეტილება უფროსებმა მიიღეს. მომცეს საშუალება რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა. გათავისუფლებას ვაპროტესტებ და ვითხოვ ახლავე ამიხსნათ. ყველაფერი ამ კონვერტში ახსნილი, თუ გინდათ დაეთანხმეთ, თუ გინდათ არა. ეს უკვე თქვენი საქმეა. თქვენმა ყოვლის მცოდნე უფროსმა გამათავისუფლა არა? ონურაქსალმა. გთხოვთ დამშვიდით. ნამდვილი მანიაკია. საკმარისია. გესმით მაინც რას ამბობთ. ახლავე დაცვას გამოუძახებ. გადით აქედან. კარგი. გავალ. მაგრამ ასე იოლად ვერ მომიშორებთ თავიდან. ნახოთ რა მოხდება ჩემი გათავისუფლების გამო. ჩემო ლამაზაშვილო. მოდი ეს ჩავიცოთ. აი ასე. მომეცი ხელი? რა ლამაზია ჩემი შვილი? ძალიან ლამაზი. როცა გამოჩვენთელდები სკოლაში ხომ წავალდედა? რა თქმა უნდა წახვალ შვილო. სკოლაში ივლი. იქ ბევრი კარგი მეგობარი გეყოლება. ველოსიპედით ხომ ვისეირნებ? ჩემო ძვირფასაშვილო. ნახავ ვინ მოვიდა და დავბრუნდები, კარგი? კარგი. მე გავაღებ ქალბატონო ნიგარ. გამარჯობა შვილო. ჩემი შვილიშვილის სანახავად მოვედი. ბაბო ამისი არ აღიარებს. მაგრამ ეს ჩვენი შვილიშვილია. თუ ნებას მომცემ, მინდა ვნახო. გაიზარდა არა? ძალიან. ქუჩაში რომ მენახა ვერ ვიცნობდი. ბოლოს რომ ნახე 9 თვის იყო. კან, ბებია საკოცე. მიდი. მიდი ძვირფასო. შენ სანახავად ბებიამ დიდი გზა გამოიარა. მოდი, მაკოცე. მაკოცე ძვირფასო. ძვირფასო. ჩემო საყვარელო. ჩემო პატარა. ძვირფასო. როგორ მომენატრე. ჩემო ძვირფასო. რა ტკბილი ხარ. რომ იცოდე როგორ უყვარხარ ბებიას. კან შვილო. წადი შენს ოთახში და ითამაშე. შეეცადე ბებიასთვის რამე დახატო, კარგი? მიდი. მიდი რამე დახატე. ქალბატონო ნიგარ.
გისმენთ ქალბატონო შეხრაზად. კანი თავის ოთახში გაიყვანეთ. კარგი. ბებიას რაღაც უნდა დავუხატოს. წამოდი საყვარელო ხატვაში მე დაგიხმარები. ხომ გამოჯანმრთელდება. გამოჯანმრთელდება. ქალბატონი როდის მოვა? მალე ბატონი ბურხანი დაბრუნდება. ისო ბადრიჯანი შეწვინიმეთ. რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ჩემთვის მშობიარობამდე შემწვარი არ შეიძლება. ბატონმა ბურხანმა მთხოვა. ჩემთვის ცალკე უნდა მოამზადო. ყველა სხვადასხვა რამ უნდა რა ვქნა. გაფრთხილებ ამ ბადრიჯანს არ შევჭამ. მამა მოვიდა, მამა. როგორ გაზრდილ ხარ? რამძიმე ხარ? საღამომშვიდობისა ბატონო ბურხან. საღამომშვიდობისა. მიხარია, მამა. გამოგართმევთ. ხო, ჩემო გოგონა. წყალი მომიტანე ნიმეთ. ახლავე. აბა, დღეს რა საკეთებდით? არაფერს, მამა, ბუქეთს უთხარით საღებავები არა იყოს. ჩემია. ის უბრალოდ დაიმახსოვრა ძირფასო. უფროს დებს დაძბებს პატივი უნდა სცე. ამიტომ ბუქეთს უნდა დაუჯერო. კარგი. ბაბუ ამოსულა. მოდი ჩემთან, მოდი. დაჯიქი. საღამომშვიდობისა მამა. საღამომშვიდობისა. მოგშივდათ? მთელი დღე მუშაობდით, ძალიან დავიღალეთ. რა თქმა უნდა მოგშივდა. ინებეთ. იმეთ სუფრა დროზე გაშალე. ახლავე. ბები ესად არის? მე არ მინახავს ბაბუა. თავის ოთახშია? დღისით სადღაც გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა მამა. არ ვიცით სად არის. ვერას ნიშნავს გავიდა. სად გავიდა? სად არის? უკვე გვიანია. ჩემი წასვლის დროა. ცოტა ხანს კიდევ დარჩით. ერთად ვივახშმოთ. არა, შვილო, გმადლობ. ბატონი ბურხანი ალბათ ბრაზობს. როგორც გინდათ. შეხრაზად. დიახ. ნება მომეცი, თქვენ სანახავად კიდევ მოვიდე. რას ამბობთ? ნებართ ვარ გჭირდებათ. ნებისმიერ დროს მოდით. ძალიან გაგვიხარდება თქვენი ნახვა. ძალიან. შვილო, შვიდად განისვენი. ცხონებულმა მამა ჩემმა. ეს ბროში მაშინ მაჩუქა, როცა ახმეთი დაიბადა. მითხრა რომ დაქორწინდება, მის ძოლს აჩუქეო. მაგრამ ვერ შევძელი. ბატონი ორხანის გამო თქვენს ბედნიერებას ვერ დავესწარი. დროა. ეს ბროში მოგცე. გმადლობთ, მაგრამ არ შემიძლია ვერ გამოგართმევთ. მოპატიეთ. არა. შახრაზად შვილო. მომისმინე.
ყველაფერი მქონდა ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს, მამა ჩემი და ჩემი ქმარი ჩემზე ზრუნავდნენ. ამიტომ მარასოდეს მიფიქრია, რომ ცოტა ფული გადამენახა და შემეგროვებინა. ასე გამზარდეს. მაგრამ ეს შეცდომა იყო. საკუთარი ფული რომ მქონოდა. ახლა ასე არ დავიტანჯებოდი. გამომართვი. ჩემი ახმეთის სახსოვარი იყოს. გაყიდე. იცი ეს თანხა არ გეყოფა. მაგრამ ძალიან მინდა ჩემი შვილიშვილი გამოჯანმრთელდეს. იახედე? კარგი, გეყოფათ. მამა, დედას ტელეფონი სახლში დაუტოვებია. რისთვის ვუყიდეთ ეს ტელეფონი? რისთვის თუ არასოდეს გამოიყენებს? მამა არ იცის როგორ იხმაროს. რამდენჯერ შევთავაზე გასწავლი მეთქი, მაგრამ არ უნდა. აი შემგაჭამათ. ხო. მაშინ ადით და გაკვეთილები ისწავლეთ. ბუქეთ შენი და წაიყვანე. რა უნდა ამ დროს ქუჩაში? საწავიდა ეს ხალი. მე რა ვიცი, მამა. ნეტავ ცუდი არაფერი შეემთხეს. როგორც იქნა გამოჩნდა. სახლის გზა ხომ არ დაგავიწყდა? გამომართვი შვილო, ჩემს ოთახში აიტანე. სად იყავი ამდენ ხანს? რატომ არ ვახშმობთ არქშიათ? წამოდით. კითხვა დაგისვი. სად იყავი ამდენ ხანს? ქალაქში. ესე იგი ქალაქში. ქალბატონო, გირჩევნია არ გამაბრაზო. ახლავე მითხარი, ასე გვიან სად იყავი? უკვე გითხარი, ქალაქში ვიყავი მეთქი ბატონო ბურხანი. მომისმინე. თუ იმ სახლში წახვედი. თუ არ დამიჯერე და იმ ქალის სანახავად წახვედი, მე რა თუ წავედი? იცოდე მოხკლავ. ხო და მომკალი. დუბაის პროექტზე რომ ვფიქრობ, სულ ნერვიულობ. დეტალებში რომ გაერკვია, თითქოს დამშვიდდი ძმაო. პროექტთან დაკავშირებით მშვიდად ვარ, მაგრამ მალე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. არ მოგვილაპარაკებია, ვინ იქნება პროექტის კოორდინატორი. სალაპარაკო რა არის, რა თქმა უნდა, შეჰრაზადე. რატომ? ტენდერი მან არ მოიგო? ო, მოიგო, მაგრამ ახალი თანამშრომელია. გონია თავს გაართმევს? გაართმევს. ძალიან ჭკვიანია. შენც ხომ ნახე არა? მენდა. შენ გენდობი, მაგრამ ქალბატონ შაჰრაზადზე იმავეს ვერ ვიტყვი, ბაბატია. რატომ? რამე შეცდომა დაუშვა? ჯერ არა, მაგრამ დაუშვებს. ონურ, მესმის რასაც გულისხმობ. მე და შენ ბევრი ქალი გვინახავს, მაგრამ ის განსაკუთრებულია. ნუ ხარ ასე დარწმუნებული. ქალებს არასდროს არ უნდა ენდო ბოლომდე. ისევ თავიდან იწყებ. ენდე შეჰრაზადს არინანებ. ნახავ ერთხელაც როგორ გაგვაოცებს და მისი მუშაობით ვიამაყებთ. ნახოთ. მადა საერთოდ დამეკარგა. ერთა ჩემო. ძილინებისა. დედა შენისგან ასეთ რამეს არ ველოდი. ბურხანევლია უღლუც კი გააბრაზა. ხოჩახ. რას ნიშნავს გააბრაზა?
როგორ ლაპარაკობ? ასე არ არის? სახლში შუაღამისას დაბრუნდა. არ მოისურვა ეთქვა სად იყო. გონია მამა შენი აპატიებს? სხვათა შორის, ალმასებიანი ბროში სახლში აღარ არის. სად არის? მიდი და დედაშენს კითხე. უკვე 39 წელია დაქორწინებულები ვართ, ქალბატონო ნადიდე. აქამდე ყოველთვის მიჯერებდი. რადგან ეს პირველი შემთხვევაა გაპატიებ. მაგრამ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ნუ ხარ ასეთი სასტიკი. ღმერთის არ გეშინია. ჩვენი შველი კვდება. ნუ თუ არ განიცდი. ისევ შენს ასე მეორებ. რა შვილი? როგორ შეიძლება შვილიშვილად ჩავთვალო ბავშვი, როცა ერთხელაც არ მინახავს? ბატონო ბურხან, თვითონ არ გინდოდა ბავშვის ნახვა. ახმეთმა რამდენჯერ სცადა აქ მოეყვანა. შენ რა ჩემი არ გესმის ხალო? ვერ გაიგერას მომობ. მე არ მყავს შვილი სახელად აჰმეთი. და არ შვილი მყავს მისგან. ნუ ღარი მეორებ. შენ მდიდარი კაცი ხარ. კარგი, იმ ბავშვს შვილიშვილს ნუ დაუძახე, მაგრამ სიკვდილს მაინც გადაარჩინე საბრალო. რატომ უნდა მივცე 150,000 დოლარი სამკურნალოდ? შემიძლია ფული უფრო კარგ საქმეს მოვახმარო, მაგალითად $1,000,000 გადავურიცხო ბავშვთა საავადმყოფოებს. ამით ასობით ბავშვი ეუნარჩუნებს სიცოცხლეს. ბატონო ბურხან, საუბარი დამთავრებულია. საკმარისია. ძალიან წუხარ ქალბატონო შახრაზად ბანკის ხელმძღვანელობამ კრედიტზე უარი გითხრათ. რატომ? მალის გადახდა შემიძლია. ვერაფრით დაგეხმარებით. ქალბატონო იეშემ, ჩემი სიტუაციის შესახებ ხომ მოგიყევით? სამსახურში თქვენი გამოსაცდელი ვადა არ დასრულებულა. მაგრამ მალე დამთავრდება და შტატიანი თანამშრომელი ვიქნებიდან პრემიაც მივიღე იმ კომპანიაში. ქალბატონო შახრაზად რომ შემეძლოს. ქალბატონო იეშემ, ეს ფული გასართობად არ მჭირდება. ჩემი შვილი მძიმე დაავად. ვიცი, ძალიან წუხარ. შეგიძლიათ გირავ ჩადოთ. ანუ უძრავი ქონება? დიახ. არა სამწუხაროდ. როცა ჩვენს პირობას შეასრულებთ, თქვენს მოთხოვნას მაშინ განვიხილავთ. ძალიან გვინდა რომ დაგეხმაროთ. მაგრამ თანხა ახლა მჭირდება. ალო? ქალბატონო შაჰრაზად, გამარჯობა. გამარჯობათ? სამწუხაროდ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. რა მოხდა? ქანის დონორის მიჰრიბან ვაჰაბზადეს მონაცემების სხვა პაციენტის მონაცემებსაც დაემთხვა ნორვეგიიდან. რა? სანამ თქვენ ფულს ეძებდით, იმ ოჯახმა აუცილებელი საბუთები შეაგროვა და მზადა ოსლოს ბილეთები შეიძინოს. ქალბატონი მიჰრიბანი ძალიან წუხს თქვენ გამო. შეუძლებელია, ბატონო ათილა. ზუხარ ქალბატონო შაჰრაზად, ვიცი. მძიმე სიტუაციაში ხართ, მაგრამ თუ კვირამდე შეძლებთ იმ თანხის შეგროვებას, შეიძლება ქალბატონ მიჰრიბანს ოსლოში გამგზავრება გადავაფიქრებინო.
ისევ შენ ხარ? დროზე მომზადე მანქანა. ბატონო ბურხან, როგორ ჩანს ისეთი უსინდისო და უპრინციპო ხალი ხარ, რომ თავს არ დამანებებ. მაწუხებ. ბატონო ბურხან, გთხოვთ მომისმინეთ. ცხირსება საერთოდ არ გაგაჩნია. სულ დაკარგეთ ამ მოყვარეობა. გემოდარებით, არ წახვიდეთ. ერთი წუთით მომისმინეთ. ისევ ერთი და იგივე. ბატონო ბურხან, მომისმინეთ. მისმინეთ, გთხოვთ. კანისტვის დონორი ვიპოვოთ, მაგრამ კიდევ ერთი პაციენტია, რომელსაც ძვლის გადანერგვა სჭირდება, ამიტომ დონორი ოსლოში მიემგზავრება. ბატონო ბურხან, შვილი შეიცოდეთ. კვირამდე ფულს თუ ვერ ვიშოვი, მოკვდება. ვინ ეტყვის? მე თუ შენ? პროექტ შენ ხელმძღვანელობდა, ამიტომ ჯობ შენ უთხრა. ქალბატონო ნურჰაიათ, შეძლებთ მისი ბოვნა. შეძელი ბატონო, მოდის. კერემ. თუ გინდა კიდევ დაფიქრდეთ. მე მგონი საჭირო არ არის. ბატონი ონური თათბერზეა. დიახ. კარგი ნახვამდის. გამარჯობათ ქალბატონო ნურჰაით. ბატონმა ონორმა მთხოვა მოსულიყავი. შედით გელოდებათ. გმადლობთ. თქვენ დამიბარეთ. დიახ, გთხოვთ. დაბრძანდით. რამეს დალებთ? არა გმადლობთ, არაფერი არ მინდა. უთხარი. ქალბატონო შაჰრაზად, გადავწყვეტეთ, რომ თქვენ იყოთ დუბაის პროექტის კოორდინატორი. ბატონო ონურ, კომში მოგიტანეთ. ციფია. როგორიც თქვენ გიყვართ. დედა თქვენმა სპეციალურად თქვენთვის მოკრიფა ბაღში. რა კარგად უვლის ხეხილს. რა თქმა უნდა, ამას მამა თქვენის ხსოვნის გამო აკეთებს. მადლობ, პირდებს. რა სასიამოვნო მუსიკას უსმენთ. მოგეწონა? ძალიან. მართლა. მოდით ვერფასა. ცოტა დალი. რამდენი აქვს სიცხე?
37 და 2. აღარასწევია? არა, არასწევია. გასაგებია. საავადმყოფოში მოვიყვანო. არა, ჯერ არა. დაწექი საყვარელო. კარგი. 38-მდე რომ აუწიოს? მაშინ უნდა მოიყვანოთ. გასაგებია. წყალს სვამს? სვამს, ბევრ წყალს სვამს. თუ ცუდად გახდება, ნებისმიერ დროს დამირეკეთ. კარგი, მადლობთ ბატონო ათილა. ხო მართლა, შეძელით თანხის მოგროვება. ჯერ ვერა, მაგრამ ვცდილობ. რომ გახსოვთ, ხალპარასკევია. მახსოვს რომ ხოლ პარასკევია. კარგი ბატონო ათილა. გმადლობთ. დილნევისა. დილინებისა. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.